საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. სათუთ და მგრძნობიარე მინისტრის გადაყავს პატიმარი რეზბალნიცაზე. ამ დროს მედიან უცხოელი დამკვირვებლები და ეკითხებიან, რა მოვიდა პატიმარსო? სათუთი პასუხობს, შხამიანი სოკო ჭამაო. მერე დამკვირვებელი კიდე ეკითხება, აბა თვალი რატო აქვს ჩალურჯებულიო და სათუთი კიდე პასუხობს, არ ჭამდა და იმიტომ. ხო და მაღალი კაცი მიდის პარლამენტში. გადახედავს დარბაზს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხება, დათო, მიშა მაჭავარიანს ვერ ხედავდა, სად არისო? რა ვიცი, აქვე იქნება სადმე, აბა ფეხს ხომ არ აიდგამდაო. საღამო მშვიდობისა, თქვენს ტელეყუთებშია ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. საზეიმო და ტაშის გრიალი დაიწყო მინისტრთა საპარლამენტო კვირა. მინისტრებიდან პირველი დარტყმა თავის თავზე, რა თქმა უნდა, ჩვენმა ნორჩმა პრემიერ-მინისტრმა აიღო. ყმაწვილი მინისტრი გუშინ ტრიბუნასთან მიიჭრა და კიდევ ერთხელ გითხრა თუ რანი ვართ ჩვენს რეგიონში. ბიზნესის სიმარტივის კვლევის მიხედვით, სოფლიოში ჩვენ ვართ ნომერი 1 რეფორმატორი და ჩვენ ვართ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს სოფლიო ბანკის მიხედვით და ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც არის ნომერი 1 ბიზნესი სიმარტივის მიხედვით ჩვენს რეგიონში და რეგიონში ამ შემთხვევაში მე ვთვლი აღმოსავლეთ ევროპას, პოსტსაბჭოს და სივრცეს, თურქეთს და არაბულ სამყაროს. ერთი უყურე რა რეგიონიც რა ხელა ქონია ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრს ხო? რა არის ეხლა ამოდენ რეგიონი ჩემო ბატონო? მაგრამ რას ვიზავ? მე მგონი აქ ისევ ჩვენი ჩინოვნიკების ბავშვობიდან გამოყოლი კომპლექსებთან გვაქვს საქმე. მგონი ნიკას ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ რა უბნელი ხარ ძმაო? ნიკა პასუხობდა, აგერ საბურთალოელ ვაკელ ვერელ ნახალოვკელ კუკიელი ვარო. აბა ეხლა რა ექნა? რომ დაევიწროვებინა გეოგრაფია, ხომ გაიგებდნენ მისი ახლად გაცნობილი მეგობრები, რა მცირე გავლენასა და რა მცირე ძალის პატრონიც იყო ახალგაზრდა ნიკა. ხო და ამბობდა ასე დიდ უბანს და დაზენდა. აბა მაგ უბანში ვნახეთ ერთი მუშტიკრივში ვინა ვარო. იმ ახალგაზრდობილ ნაცნობებსაც ეზარებოდათ ეხლა ამოდენა მასშტაბით მისი შესაძლებლობების გადამოწმება და ნიკაც იოლად გადიოდა ფოს. ხო და ახლა გაიზარდა ნიკუშა და მუშტიკრივი ბიზნესის დაწყების სიმარტივის დამყარებამ შეცვალა. ახლა ახალი ნაცნობების მაგივრად მთელს ერს ატყუებს. დიახ, ადრე რაც მომუშტიკრივე იყო, ზუსტად ისეთივე ბიზნესის სიმარტივის დამამყარებელია ჩვენი ნიკუშა. პარლამენტში მისულმა ჩვენმა ფინანსთა მინისტრმა ფაქტიურად გამარჯვების თქმაც კი არ აცალა დეპუტატებს. მაშინვე ტრიბუნაზე აიჭრა და მოკლედ მოგვახსენა თუ რა გზას ადგას ჩვენი ბედნიერი სახელმწიფო. სოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 6.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს უფრო სწრაფად დაუბრუნდა განვითარების გზას. აჰა, რა გვინდა ეხლა მეტი? განვითარების გზას ვადგავართ. ჩვენი მაღალი საჭესარის მიმჯდარი და ყველა ერთად მივყავართ ამ ბედნიერებისკენ. ხალხმა შეიძლება იკითხოს, აკა ჩვენ რატო ვერ ვამჩნევთ მაგ გზაზე მოძრაობასო? ხო და თუ იკითხავს, მაშინ ვუპასუხებ, იმიტომ ვერ ვამჩნევთ, რომ არავინ არ ეხმარება ჩვენს მძღოლს ამ გზაზე მოძრაობაში და ჩვენ შესაბამისად ნელ-ნელა მოძრაობთ. ხო და აუდგები ახლა მე და მივეხმარები და დავაჩქარებ ჩვენს მოძრაობას. ერთი წუთით. მოდი. მოდი, მოდნა მარჯვნივ აიღე, ხო და გადი, მაგრამ მოიცა, არა ვერ გახვალ, მარჯვნივ ისა ვეტერანები წვანან გზაზე, ლუკმა პურსით ხოლმე, ხო. მაშინ მარცხნივ დაატრიალე, მიდი. არა, მანდაც ვერ გახვალ, მან დევნილებს ასახლებენ და მაგათი ბარგით არის კუჩა გადაკეტილი, ხო. ოკაი, ისე ზადნიში ჩააგდე და ესე იგი, მოდი, ხო, ყველაზე კარგად გამოგდის თან და იქნება ზადნითაც შესაძლებელი აღმოჩნდეს განვითარების გზაზე სიარული. თქვენ იცით რატომ არის ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური? რატომ და მას და მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნის განვითარების 10 პუნქტიანი გეგმის მიტანა დეპუტატამდე. ხო, და საერთოდ დეპუტატებამდე. დიახ, ნიკამ ეს უკვე შეძლო და მიიტანა გეგმა დეპუტატებამდე. პარლამენტში ანგარიშით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამუშაო პრიორიტეტები და ქვეყნის განვითარების 10 პუნქტიანი სტრატეგია წარმოადგინა. პირველ რიგში დასახელდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მეორე პუნქტია საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა. უნდა შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ჩამოყალიბდეს რეგიონული სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრი, მაქსიმალურად განვითარდეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი ჯანდაცვა, რადიკალურად გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი და განვითარდეს ახალი ტექნოლოგიები. ქვეყანაში არ უნდა შეწყდეს და უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს რეგიონული განვითარება. მოიცა, აგერ ვკითხულობ და ეს არის სულ?
ამიტომ ყავს მაინც და მაინც ეს კაცი პრემიერ-მინისტრად? თუმცა ზუსტად ასეთი გეგმები არ მოქონდა ყველა მინისტრს თუ პრემიერ-მინისტრს ჩვენი დამოუკიდებლობის 20 წლის განმავლობაში და ყოლოდა ბარემ ისევ ისენი, ხო? ამ ახალგაზრდა კაცს რაღაც ვაწუხებდით, ხო? თუმცა მოიცა ამას სუნიანი კალმი დაუწერია. აი, თურმე რით არის განპირობებული ნიკას მინისტრობა. მარტო მაგას აქვს ასეთი კალანი, ხო? მაგრამ ახლა რომ ვერ გაამართლოს ნიკას პუნქტებმა, ვითომ გამოვა რუსთავი 2 და იმედი და იტყვის ნიკას შეცდომებზე რამეს, არა, რაღაც არ მგონია. უფრო ის მგონია რომ გამოვა ეს ორივე არხი და იტყვის ნიკა 22 მარტს 10 პუნქტის მისაღებად ალაბრის მთაზე მაღალთან ავიდა და იქ მაღალმა თიხის ფირფიტაზე ცეცხლით ამოუტვიფრა 10 პუნქტი და ნიკას გამოატანა დეპუტატებთან. მაგრამ ნიკას მისვლამდე კონსტრუქციულმა ოპოზიციონერებმა აცდუნეს უმრავლესობის წევრები. გააკეთებინეს ეროსი კიცმარიშვილის კერპი და მიყვნენ კერპ თაყვანისმცემლობას. განრისხებულმა ნიკამ იქვე დაამსხრია 10 პუნქტი და დეპუტატებიც მკაცრად გალანძღაო. მაგრამ მაგის გატარება მაშინ იმიტომ ვერ მოხერხდა რომ მაგ დროს მაესტროს და კავკასიის ოპერატორები ეფარებოდნენ იმედის და რუსთავი 2-ის ოპერატორებს. გუშინ საპარლამენტო გარჩევას მედგრად დაუხდნენ ჩვენი ერის კონსტრუქციული ოპოზიციონერებიც. აგერ ჯონდიმ, რადგან კონკრეტული პროექტების არ ქონა შეატყო ჩვენს ხელისუფლებას, ადგა და თავისი პროექტებისთვის ხორცის შესხმა შესთავაზა. კარგ სადღეგრძელოებს გავს და არ არის პრაქტიკული რეალისტური გზები, კონკრეტიკა არ არის. აი როგორ აკეთებენ ამას. ამიტომ ჩვენ პრინციპულად მოვითხოვთ, რომ თვითონ რადგან არ აქვს ეს კონკრეტული პროექტები, დაიწყონ ჩვენი ქართული დასის კონკრეტული პროექტის განხორციელება, მაგალითად, სოფლის მეურნეობის გეგმის განვითარების განხორციელება დაუყოვნებლივ შექმნის ქვეყანაში 540,000 ახალ სამუშაო ადგილს, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს. ეს ნიშნავს, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანს გაუჩნდება მაღალანაზღაურებადი შემოსავალი ოჯახში. კაი, ჯონდი, რას ლაპარაკობ? ასეთი მაგარი პროექტი თუ გაქვს, რაღაც უზიხარ ეხა. ეგენი თუ არ გისმენენ, დავავლოთ მუზარადებს ხელი მე და შენ, გავაძეოთ ეს უგანო ხელისუფლება და მივიღოთ ხელი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ არ ხარ შენ წამოსვლელი. იცი რომ წამოხვიდე, ვერც რევოლუციას მოახდენ და მაგ შენ მაღალანაზღაურებად სამსახურსაც დაკარგავ, ხო და მაგ სოფლის მეურნეობის განვითარების მაგივრად უთხარი ბაქრაძეს სკამები ჩაამატოს პარლამენტში, ხო? სხვა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ამ ქვეყანაში მგონი მაინც არასოდეს არ იქნება და გიორგი თარგამაძემ მთავრობის ხალხის მიმართ გამოხატულ ზრუნვაზე გაოცება ვერ დამალა, არც 10, არც აცხელა და რთული კითხვა პირდაპირ პირში მიახალა ფინანსთა მინისტრს. ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული არც ვაუჩერების თანხები, ამ ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული არც პენსიის მატების თანხები. რა მოხდა ისეთი და რა დაგესიზურა თქვენ და თქვენს მთავრობას, რომ 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ეს მიდგომები შეიცვალეთ? რა და სიყვარული, გიორგი, სიყვარული. ჩაიღვარათ გულში თავისი ხალხის სიყვარული. გაუთმო და გაულღო გაზაფხულმა მთავრობას გაყინული გულები და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტეს, რომ ამ ქართველებს ისევ არაფერი აკლიათ, დიდებულად ცხოვრობენ და საზრუნავიც არაფერი აქვთო. მათი სიცოცხლე უკვე ერთფეროვანი და მსუყეა და მოდი პოზიტიური მოულოდნელობებით ავუვსოთ ცხოვრებაო. სიურპრიზები მოუწყო და იქნებ ისევ მოიბრუნონ ჩვენზე გულები ჩვენმა გაქსუებულმა მაძღარმა ამომრჩეველმა ერმაო, ხო? ხო და ადგნენ და 30 და 20 ლარიანი ვაუჩერები დაგვირიგეს. რათა ერთი გულიანად გვეხარხარა ხო ამ ხუმრობაზე და პატარა ხალისი შემატებოდა ჩვენს ცხოვრებას. თორე ხა, აბა ისე რა რჯიდათ ხა. მე თქვენ გეტყვით და საკვებია ძვირი და ვერ ვყიდულობთ, საწვავი და კომუნალური გადასახადებია მაღალ ფასებში, შიში გვაქვს ვიმესი ან რამესი, ზამთარსაპყრო დასასვენებლად არ დავდივართ, ისა 2 და 3 მაღალანაზღაურებადი სამსახური არ გვაქვს თუ რა? უბრალოდ ამდენი ფუფუნებისგან რომ არ მოვდუნებულიყავით, ასეთი სასაცილო რაღაცა ჩაიდინეს, ხო? და ცოტათი კიდევ გაგვამხიარულეს ეს გაქსუებულნი, მაძღარნი და გაზულუქებულნი. ახლა რაიმე რო გვიჭირდეს და ეხა ისეთ სულ პირობებში ცხოვრობდეთ, როგორშიც დასავლური წამყვანი ქვეყნების უმეტესობაა, მაშინ ვიფიქრებდი, რომ იმ პრინციპის მიხედვით მოქმედებენ ხალხს ჭამა და სანახაობა არ უნდა მოაკლო და მეზე პრეტენზია აღარ ექნებათო, მაგრამ არ არის ეხა ეგრე და რა ვქნა? ძალი დავწამოთ ეხა ცილი ჩვენ ზრუნვაზე გადამტკბარ ხელისუფლებას. ამოვისოთ თვალები ნაცრი და ამ ხელა ღვაწლი არ დავუნახოთ. გამოვხიზდეთ ცოტა ხალხო და ისა ტკბილი სული დავვეროთ და ისა მათ ყველას, ხო? თორე ესენი რომ წავიდან, მგონი მართლა უმუშევრელი და ისა დავრჩები და ის 30 ლარიანი ვაუჩერით სანატრელი გაგვიხდება.
რადგან ქრისტიან დემოკრატებზე ჩამოვარდა თემა, ბარემ აქ იმასაც გეტყვით, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაგეგმილი დღევანდელი შეხვედრა გადაიდო. შეგახსენებთ, რომ აქ საუბარია ოპოზიციური რვიანის და ნაციონალური მოძრაობის იმ შეხვედრაზე, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობას ოპოზიციის შეთავაზებაზე პასუხი უნდა გაეცა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო IPNG ავრცელებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრა პარლამენტში მინისტრების მისვლის გამო ქრისტიან დემოკრატების თხოვნის საფუძველზე გადაიდო. აი რა საჭიროა კონსტრუქციული პარტიისთვის ორი სათაური. პირველად დემოკრატიული მოტივებით გადაადებინეს თარგამაძის თანაპარტიელებმა სხვა პარტიებს საარჩევნო ცვლილებებზე შეხვედრა. აქაოდა მინისტრებს უნდა შევხვდეთ და უნდა ვაკრიტიკოთ და არ გცალიაო. ახლა გამოხდება ხანი, გამოვა გიორგი თარგამაძე და იტყვის ქრისტიანი ხალხი ვართ. აღდგომა მოდის და მე წითელ პარასკევს საარჩევნო კოდექსს როგორ განვიხილავო. მე მწვანეთა პარტია მოიმიზეზებს მკათესვის სამუშაოებს და ასე ამოხდება სული ქართველ ერს საარჩევნო ცვლილებების ლოდინში. კი ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. თუ უახლოეს მომავალში გაქვთ რაიმე პრობლემა მოსაგვარებელ გადასაჭრელი, მაგრამ ამასთანვე ფეხსაც ითრევთ, მაშინ მიმართეთ საქართველოს ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას. შეშივლეთ თქვენი გასაჭირი და ისინიც თავიანთი ჯადოსნური მიზეზების სერვისის დახმარებით მაქსიმალურად გაგიწელავენ საქმეს. ქრისტიან დემოკრატები. დღემეხვალიე ფრაქციამ დიდრვიანს ზურგი აქცია. სიზმრად ნანახი ჰუმანიტარული დახმარებების მწარმოებელი ორგანიზაცია ხელისუფლება თავაზობთ სხვადასხვა სახის სიზმრად ნანახ დახმარებებს. დაუყოვნებლივ ჩაეწერეთ დასახმარებელთა სიაში, ანუ გახდით საქართველოს რესპუბლიკის რიგითი მოქალაქე და უმალვე იწვნიეთ სიურპრიზი თქვენი მთავრობისგან. სახელმწიფო დახმარებები. ყველაფერი სიზმარივით მალე ქრება. როგორც ჩანს, ნაც მოძრაობა მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოგების იმედად არის და სხვათა შორის არც თუ უსაფუძვლოა ეს იმედი. ოპოზიცია მიუხედავად მთელი 2 კვირის განმავლობაში ძალიან დიდი უკაცრავად ამსხვრიდა ბაქი-ბუქისა რო ამას წარმოვადგენ და იმას წარმოვადგენ. კი ბატონო, დღეს თქვენ უკვე ამ შეკითხვებით ნათლად ჩანს წარმოადგენთ ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც სახელად ჰქვია ქილიკი, ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც სახელად ჰქვია ტყუილი, ძალზედ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელსაც სახელად ჰქვია წამოძახილი, ჩასაფრება და ასე შემდეგ. აი ეს წარმოადგენთ. მერტმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს პროგრამები, ამას უკვე მოსახლეობა შემდეგ არჩევნებზე თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. სრულიად ვეთანხმები ზურაბ მილიქიშვილს, რომ ოპოზიციამ წარმოადგინა ეს მნიშვნელოვანი პროექტები, მაგრამ მოდით გავიხსენოთ ნაც მოძმეებმა რა მნიშვნელოვანი პროექტები წარმოადგინეს და შემდეგ აღასრულეს. ნაც მოძმეებმა წარმოადგინეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს სიღარიბის გარეშე და აღასრულა კიდეც. ასევე წარმოადგინა ტოლილების დაბრუნების გეგმა და აღასრულა. ხალხის დაშინების, საქართველოს გამთლიანების, ოპოზიციის განეიტრალების, განათლება ჯანდაცვის დაკნინების და ასე შემდეგ პროექტები. ამ ყოველივეს შემდეგ მოსახლეობამ არჩევნებზე მიიღო გადაწყვეტილება და ნაც მოძმეები აგერ უკვე 8 წელია ხელმძღვანელობენ მშიერ ქვეყანას. ქართველებს გვაქვს ერთი მეტად ცუდი გამოთქმა და ჩვევა. შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ლხინსო. ხოდა შევეჩვიოთ აგერ უკვე 8 წელია და არც ვცდილობთ გადავეჩვიოთ. თან გვეშინია ვაი თუ ამ შეჩვეულს გადავეჩვიოთ და მე ვინ მოვა და მე შევეჩვევი თუ არა ამასო ხო და ისა ხალხო ასე გვიცხოვრია და ასე ვარ დღემდე. ნუ რა შევცვლით ახლა ჩვენ ზნეს და ნუ მოვინდომებთ ნაცმოძმეების ჩვენი შეჩვეულების შეცვლას. ფინანსთა მინისტრი ამაყობს, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო კონკრეტული მაგალითების დასახელება, ისევე როგორც ვერ შეძლო ეს პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტის დროს. საუბარი იყო დალუქულ საწარმოებზე. ძალიან მარტივად მოთხოვე დავესახელებინათ ერთი მაინც დალუქული საწარმო დღეს, იმიტომ რომ თქვენს რომ დღეს არის დალუქული, რომელიც საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე არის დალუქული, თუმცა მას პასუხი ვერ მივიღე. მე დაგისახელებთ მაგერთ საწარმოს ბატონო კახა. სადისტრიბუციო კომპანია არტი. ამ კომპანიაში ჯერ ფინანსური პოლიცია შევიდა და შემდეგ გაურკვეველი მიზეზით გაჩნდა ხანძარი. ეს ერთი საწარმო, რომელიც გითხარით და კიდევ რამდენია, რომელიც არ მithქვამს? მე ვიცი დეპუტატებმა რატომ ვერ დაასახელეს ვერც ერთი დალუქული საწარმო. რომ ეთქვათ ახლა საწარმოები დახურულიაო, მე ეს დეპუტატები როგორ შეხედავდნენ სოთობურიძეს თვალებში. სოცო მეწარმეობაში და ზოგადად ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს პალმის რტოთი გახლავთ დაჯილდოებული და მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მიღებული. აი, ზუსტად ამ ყველაფრის გათვალისწინებით და კიდევ იმიტომაც რომ ბიზნესის დაწყება მარტივია ჩვენთან დეპუტატებმა ფინანსთა მინისტრს ვერ დაუსახელეს ვერც ერთი დალუქული საწარმო. ისე მარტა რომ დაესახელებინა რომელიმე მათგანს რომელიმე დალუქული საწარმო. ხომ იქნებოდა ხა ის რუსის ჯაშუში. ხო და ბატონო მინისტრო, რატომ ამაყობთ? იმით რომ თქვენმა ხელისუფლებამ შანსი არ დაუტოვეთ დეპუტატებს. რომ თამამათი ლაპარაკათ უსამართლობაზე, ვინაიდან ქვეყანაში უსამართლობა არ სუფევს, ხო? გაიგეთ ხალხო?
ჩვენს ქვეყანაში უსამართლობა არ არსებობს. არ არსებობს უსამართლობა. სხდომის შემდეგ საინტერესო კომენტარები გააკეთეს როგორც უმრავლესობის, ისევე უმცირესობის წევრებმა, მაგრამ მე მათგან მაინც მინდა გამოვარჩიო გურამ ჩახვაძე. რაც მე სიამოვნა იყო თვითკრიტიკული და ეს პრობლემები, რომელიც არის ქვეყანაში, მან აღნიშნა. მეორე რომ მან სტრატეგია წარმოადგინა და ეს ძირითადი მიმართულებები, რაც ქვეყნის საჭირო ამაზე ისაუბრა, მაგრამ გადაჭრის მეთოდებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ სფეროს, ჯანდაცვას, საპენსიო უზრუნველყოფას, უმუშევრობას, შემწეობას და ასე შემდეგ, ჩვენ ვერ დავინახეთ სისტემური ხედვა, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ აი ამ პოლიტიკით შეიძლება ეს პრობლემები გადაჭრას. ბატონი გურამი საბოლოო ჯამში მინისტრების და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლით დარჩა სიამოვნები. თუმცა ბოლოს რაღაცები ვერ დაინახა, მაგრამ თავარია რომ სიამოვნება მიიღო. მე მეპარება გურამ ჩახვაძის გარდა დედამიწის ზურგზე კიდევ ვინმეს მიიღო სიამოვნება ამ გამოსვლის შემდეგ. თუმცა ისე რომ დაუფიქრეთ, რატომ არ უნდა მიიღოს ახლა სიამოვნება ბატონმა ჩახვაძე. ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი საამისოდ. პარლამენტში თბილა ფანჯრები არ არის ჩამსხრეული, არც ზამთრის ცივი ქარი ზუზუნებს, გურამი არ მგზავრობს მუნიციპალური ტრანსპორტით და ამ მგზავრობის დროს არც იმაზე ფიქრი უწევს, რა მიიტანოს ოჯახში. ანუ პარლამენტში ძალიან თბილა და შესაბამისად გამორიცხულია ჩახვაძემ ხელისუფლება გააკრიტიკოს. ასე რომ ქვეყნის ბედი დამოკიდებულია პარლამენტის გათბობის სისტემის ხელმძღვანელზე და მებუფეტეზე. იმ კაცმა პარლამენტის სხდომის დაწყების წინ უნდა გამორთოს ცენტრალური გათბობის სისტემა და კბილებით დაიცვას ობიექტი. ხოლო მზარეულმა ყველა კერძი უნდა გადაღვაროს და როდესაც დაიწყება სხდომა და ბატონი ბაქრაძე ან სხვა რიგითი ნაცი თავისი დემაგოგიური ტექსტის კითხვას დაიწყებს, მე-15 წუთზე ბატონი ჩახვაძე და ძმანი მისნი იგრძნობენ სიცივეს და შიმშილიც თავს შეახსენენ. აი შემდეგ დაუსვით შეკითხვა და გამორიცხულია, ესე იგი, განაცხადო სიამოვნები დავრჩით და ესე იგი, ან რომელიმეს გამოსვლა მოგვეწონაო. იტყვიან ეს რა საშინელება იყო? მონოტონური გაბმული დემაგოგიური სიტყვა იყო, რომელიც არაფერს კონკრეტულს არ გვაძლევს და საერთოდაც დავასრულოთ ეს რეჟიმიო. და გათბობის პერსპექტივით ბარიკადებზე დროშით ხელში აგევებენ მერას და ხალხს თავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ახლა აბების ეთერს თვალწარმტაცი და ყურწარმტაცი პოლიტიკოსები იკავებენ. უსაინტერესოესი გამონათქვამებით. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილს იკავებს პეტრე ცისკარიშვილი. მოკლედ, კაც თუ დარბაზში კონსტრუქციული ოპოზიციონერი გიზის, მასზე ხელების შეწმენდა ალბათ ჩვევად გაიქცევა. თურმე ქრისტიან დემოკრატების ბრალია წამლები უფრო სწრაფად რომ არ იაფთებ. გიორგი ახვლედიანის გამოსვლას არ შემეძლია არ გამოეხმაურო, როდესაც მას საკმაოდ მწვავედ მოხვდა როგორც ჩანს ყურში, ძალიან არ ესიამოვნა წამლებზე ფასების შემცირების ტენდენცია, რაზედაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, ეს იყო ფარმაცევტული სფეროს რეფორმა, რომელიც ჩვენ გასულ წელს გავატარეთ და რომელსაც თქვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილს იკავებს ჩვენი ეკონომიკის მინისტრი ქალბატონი ვერა ქობალია. თურმე გვეჩვენება ჩვენ რაღაცებით, თორემ აბა სად არის ახლა ჩვენში მონოპოლია? სად? მონოპოლია საქართველოში არ არსებობს. მესამე ადგილი. მესამე ადგილს იკავებს ჩვენი რუბრიკის ხშირი სტუმარი, აკო მინაშვილი. აკო სწორედ ამ მთავრობაში ხედავს იმ გუნდს, რომელიც გვიშველის და გადაგვარჩევს. ძალიან კარგად გამოჩნდა ამავე ტრიბუნიდან, რომ საქართველოს მთავრობა არის ის გუნდი, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც გააჩნია ძალიან მკაფიო გეგმა, მკაფიო ხედვა, მკაფიო ცოდნა, რაში არის პრობლემები, სად არის ხარვეზები, სუბიექტური ან ობიექტური, ხდება ამ ხარვეზების ანალიზი და ამიტომაც გააჩნია ძალიან თანამიმდევრული მიდგომა, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა დროის განმავლობაში. მეორე ადგილი. მეორე ადგილსაც იკავებს ჩვენი მშვენიერი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია. ამ გოგომ საქართველოს სახელით ჩვენი 300 მილიონი გაჰყო შუაში. 150 მილიონი მარჯვენა ჯიბეში ჩაუგუჭა დონალდ ტრამპს და 150 კიდევ მეორეში. მე პარლამენტში გამოვიდა და გაგვირებულმა თქვა, ეს რა სიკეთეებს ამბობს დონალდი საქართველოსეო. ჰაო ტრამპი მხოლოდ საქართველოზე საუბრობდა იმ პოტენციალზე, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში და იმ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელსაც ჩვენ დღეს უკვე ვხედავთ, საუბრობდა ყოველდღიურად ბათუმზე, რამდენად გაოცებული იყო იმ განვითარებით, რომელიც დღეს ხდება ბათუმში.
პირველი ადგილი. პირველ ადგილს კი იკავებს ჩვენი კონსტრუქციული ოპოზიციონერი ნიკა ვალიაშვილი. ხედავს კაცი ამ წინსვლებს და რა ქნას ახლა? რადგან ცხოვრებამ ოპოზიციონერება არ გუნა რა, არ თქვას რომ ხედავს. ხო. რა თქმა უნდა, ეკონომიკა ჩვენ ბრმები არა ვართ და კარგად ხედავთ რომ მთელ რიგს სფეროებში მიდის წინ. ძვირფასო ტელემომზირლებო, ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ 1 აპრილს, ესე იგი ტყუილის საერთაშორისო დღეს, გადაცემა ყოველდღიური აბები და მე წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი პარლამენტის წინ ვაწყობთ აქციას სახელწოდებით მიშა მაგარია. აქციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ლოზუნგი. ამ ლოზუნგების შემოთავაზება თქვენც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელი Facebook-ის დახმარებით. შეგიძლიათ მოგწეროთ ყოველდღიური აბების გვერდზე სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ლოზუნგი. ჩვენ შევარჩევთ მათგან საუკეთესოდ და ბანერებსაც დავამზადებთ. აქციაზე გეპატიჟებით ყველას, ვისაც 1 აპრილს დღის 3 საათზე თავისუფალი დრო გექნებათ და გადაცემა პროფილის განმეორებით ყურება დაგეზაარებთ. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.